კარდამის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. მარტყოფში მიმდინარეობს 5 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოეწყობა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემები. გზას აგებენ სარფიჭალაშიც. 4600 მეტრზე იწყება სანიაღვრე არხები და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია. დღეს დავათვალიერეთ და შევამოწმეთ სამუშაოების მიმდინარეობა სოფელ მარტყოფში, სადაც გარდამავალი პროექტია. ეს არის 5 კილომეტრიანი გზა, ასევე მოეწყობა საფეხმავლო გზა, რომელთაც ისარგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა და იქნება გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო. პროექტი დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების სამინისტროდან და გარდამავალია პროექტი და პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა, მარტყოფის მოსახლეობა ისარგებლებს სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურით. ასევე სოფელ სართიჭალაში ხდება 4 კილომეტრი სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.